პროტესტის და კრიტიკული აზრის გამო გათავისუფლებული საჯარო მოხელეების დასახმარებლად აზრის თავისუფლების ფონდი შეიქმნა. ფონდში ერთიანდებიან ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეები, ბიზნეს სექტორი და HR სპეციალისტები. ორგანიზაცია დახმარებას გაუწევს იმ საჯარო მოხელეებს, ვინც პოლიტიკური ნიშნით დევნის გზა გაიარა და ოცნებამ სამსახურიდან გაათავისუფლა. მარიამ ელიბაშვილი ჩაგვერთვება დეტალებით. მარიამ, კონკრეტულად რა ფორმით დაეხმარება ფონდი სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოხელეებს? მას შემდეგ, რაც ქვეყნის არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესი შეაჩერა, ეს არაერთი საჯარო მოხელის პროტესტის მიზეზი გახდა და არაერთი მათგანი გაათავისუფლეს სწორედ ამის გამო სახელმწიფო უწყებებიდან. დღეს შეიქმნა აზრის თავისუფლების ფონდი, სადაც 50-მდე ყოფილი საჯარო მოხელეა გაერთიანებული. ისინი უცხადებენ საჯარო მოხელეებს და სახელმწიფო უწყებაში იმომუშავე ადამიანებს დახმარებას კონკრეტულ საკითხებზე, მაგალითად დასაქმებას სთავაზობენ კერძო სექტორში, ასევე ფინანსურ მხარდაჭერას, შრომდგომობა ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი დახმარება და ფსიქოემოციური მხარდაჭერა. ეს ის ჩამონათვალია, რასაც ფონდი სთავაზობს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არალეგიტიმურმა და სანქცირებულმა ხელისუფლებამ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო სამსახურებიდან გაათავისუფლა. ერთ-ერთი ყველაზე ასე ვთქვათ დაზარალებული თუ მოწყვლადი ჯგუფი ახლა არიან საჯარო მოხელეები, რომელსაც თავიანთი აზრის გამო პრობლემები ექნებათ სამსახურში და არიან დისკრიმინაციისა და სხვადასხვაგვარი ზეწოლის მსხვერპლი. იქ არიან ადამიანები, რომელსაც უნდათ თავიანთი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირება, მაგრამ ამ აზრის გამოხატვის გამო ექცევიან გაუგონარი წნეხის ქვეშ. ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს და მიიღოს გადაწყვეტილება მისი წამსის და იდეების შესაბამისად, სად ჯობია იმოქმედოს, სად და როგორ ამოიღოს ხმა ის მათ გადაწყვიტონ. მაგრამ როდესაც ამ მათ მიერ არჩეული ფორმის და მათ მიერ არჩეული აზრის გამო პრობლემები ექნებათ, იქ მიდის ჩვენი მესეჯი, რომ ჩვენ იმაზე მეტს გავაკეთებთ, ვიდრე სახში თბილად წამოწოლილები თუ სასავარჯელში მოკალათებულები, რაღაცა Facebook-ზე თუ სხვა სოციალურ ქსელში რაღაცის დაგულვა და დალაიქება. ამ ინიციატივამ გაგვაერთიანა პირველ რიგში ის ადამიანები, ვინცაც გვიმუშავია ამ სექტორში, ასევე გამოგვივლია მსგავსი გზა, როდესაც უპირისპირდები სისტემას და შევეცადეთ, რომ მაქსიმალურად საჭიროებაზე მორგებული მხარდაჭერა შევთავაზოთ საჯარო მოხელეებს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც დღეს ძალაში შევიდა ის ცვლილებები, რომელიც რეალურად ისედაც მყიფე საჯარო სამსახურის რეფორმას პრაქტიკულად საბოლოოდ მოშლის. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აქედან გავაძლიეროთ იმ შემთხვევაში, თუ ეს ადამიანები გახდებიან უფრო მეტად დევნის ობიექტი და მათ გამოუშვებენ სამსახურიდან, შესაბამისად გათვალისწინებული გვაქვს ასევე მათი მხარდაჭერა გარედან. ფონდის მიზანია, რომ მათი ორგანიზაციის შესახებ მივიდეს ყველა საჯარო მოხელემდე, რათა მათ იცოდნენ, რომ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო და იმ შემთხვევაში, თუ ისინი დაკარგავენ სამსახურს, არ იქნებიან მარტო და ეს ორგანიზაცია მათ დაეხმარება ყველანაირად, განსაკუთრებით მაშინ, როცა უკვე თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა საჯარო სამსახურებში კანონს, რითაც ფაქტობრივად თავდაპირველად იზღუდება საჯარო სამსახურებში ადამიანების აზრის დაფიქსირება. ისინი ასევე მოუწოდებენ საჯარო მოხელეებს, რომ არ შეეშინდეთ საკუთარი აზრის დაფიქსირების, ვინაიდან მათ უკან დგას არაერთი ორგანიზაცია, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს. ეს ინიციატივა გახდება, გვინდა რომ გახდეს ერთგვარი მიზიდულობის ცენტრი, რომელიც გააკეთ მხარეს გაერთიანებს ყოფილ საჯარო მოხელეებს თავისი გამოცდილებით. მთავარი, რაც ჩემი პროფესიული ბექგრაუნდით შეგვიძლია რომ შევთავაზოთ ჩვენს კოლეგებს, რომლებიც ახლად განან ბრძოლის წინახაზე საჯარო სამსახურებში, არის მათი დასაქმება, მათთვის სხვადასხვა ტიპის ტრენინგის შეთავაზება და ამას გააკეთებენ შრომის ბაზარზე ყველაზე კარგი პროფესიონალები. დაახლოებით 80% საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანებისა ანალიზებს და ზუსტად იცის რაც ხდება და აბსოლუტურად წინამდებები არიან. რა თქმა უნდა, ისინი ვერ და არ იძახიან, არ აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას, მაგრამ ყველა მიცის რაც ხდება. ყვარყვარიზმი უნდა დამთავრდეს საქართველოში და ეს ყვარყვარე, რომელიც ესე უკეთებს ექსპლუატაციას მთელ საჯარო სექტორს თავისი პირადი მიზნებისთვის, ისევე გაიქცევა როგორც პოლიკარპე კაკაბაძის ამ ნაწარმოებში. იმ შემთხვევაში თუ გადაწყვეტენ თქვათ ნაბიჯის გადადგმას, ჩვენ ვიქნებით მათ გვერდზე ყოველთვის.
აზრის თავისუფლების ფონდთან თანამშრომლობს ასევე კერძო ბიზნეს სექტორიც, ისინი მზად არიან, რომ დახმარება გაუწიონ საჯარო მოხელეებს და აღმოუჩინონ სამსახური. ასე რომ ვთქვათ, მე შეგახსენებთ ფონდი დახმარებას უცხადებს საჯარო მოხელეებს კონკრეტულად დასაქმების სექტორში, ფინანსურ მხარდაჭერას სთავაზობს მათ შუამდგომლობა ფინანსურ ინსტიტუტებთან, პროფესიული გადამზადება, სამართლებრივი დახმარება და ფსიქოემოციური მხარდაჭერა. ეს არის ის დახმარებები, რომელსაც აზრის თავისუფლების ფონდი თავაზობს იმ საჯარო მოხელეებს, რომლებიც არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში გაათავისუფლდნენ სამსახურებიდან.